არსებული ვიდეო თუ გიჩვენა, ეს იმის მანიშნებელი არის, რომ შენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაქვს. დარში ჩემთან მოусმინე არსებულ ვიდეოს ბოლომდე და მიიღე ის ინფორმაცია შენთვის, რაც მნიშვნელოვანი და საჭირო არის ამ ეტაპისთვის. ის, რასაც უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციო ახლოს პერიოდში, რაზე უნდა კონცენტრირდე და რაზე უნდა იყო ორიენტირებული. მოდით ვნახოთ ამ მომენტის არსებული ინფორმაცია. შეხედეთ, ამ მომენტისთვის შენ უფრო მეტად უნდა დაახარისხო საკუთარ ცხოვრებაში ის სიტუაციები, რაშიც იმყოფები, ხო? რამდენად გჭირდება ადამიანების ის კატეგორია, რომელიც შენ გარემოცვაში არის, რამდენად საჭიროებს მათთან დახმარების მომენტი, ან ზუსტად კომუნიკაციის მდგომარეობა. ისეთ შთაბეჭდილება რჩება სიტუაციიდან გამომდინარე, რომ დროა უკვე ასე ვთქვათ, გაფილტრო გარემოცვა, სადაც იმყოფები, დროა უკვე გამოხვიდე ლაბირინთის მდგომარეობიდან და სიტუაციიდან, სადაც ვერ გაგიგია რა როლი გქონდეს არსებულ კომუნიკაციაში. იქნება ეს პირადი ურთიერთობების თემა, მეგობრებთან ურთიერთობა თუ რაც არის სიტუაციურად, ხო? მეტად უსმინე საკუთარ შინაგან ხმას, ნიშნებებს მიაქცია ყურადღება, რომელიც სამყაროსგან სიტუაციურად გეძლევა, სიზმრებს მიაქცია უფრო მეტი ყურადღება. საკმაოდ კარგად გიმუშავებს ინტუიციურად სიზმრები და რეალურად იცი ვის ინდობა შეიძლება და ვის ინდობა არ შეიძლება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შენ კეტავს საკუთარ თავს ინფორმაციულად. არ ღებულობ იმ ინფორმაციებს და მინიშნებებს, რომლებიც სამყაროსგან მოდის და გეძლევა, გაფრთხილებები, რომლებსაც გაძლევენ. გახსენე შინაგანი მდგომარეობა, მეტი ინტუიციის მდგომარეობა, უსმინე შინაგან ხმას, შინაგან ინტუიციას, შინაგან შეგრძნებებს. რეალურად ამ ეტაპისთვის შენ გჭირდება შენ ცხოვრებისეულად გადახარისხების პოზიცია, მიღება და გაშვება სიტუაციებისა ის, რაც რეალურად გჭირდება და რაც რეალურად უკვე მოძველებული არის და დრო არის უკვე რომ დაამთავრო სიტუაცია. და ასევე პირდაპირ მნიშვნელობით მეტი ყურადღება მიაქცია შენ, ასე ვთქვათ, სიტუაციას ორგანიზმის კუთხით, ესე ვიტყოდი, განსაკუთრებით ქალბატონები იქნებით თუ მამაკაცები, თქვენ გარკვეული სახის, მოდი ამას დავფარავ, თორე შეიძლება ვიდეო დაბლოკონ, გარკვეული სახის თქვენ ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება ქალური და მამაკაცური კუთხით, იქიდან გამომდინარე, ვინც უყურებთ, რომ პატარ-პატარა დისკომფორტის თემები თუ კი შექმნილი გექნებათ ეგრეთ წოდებული საშარდე სისტემაზე, ხო, ეს თირკმელები იქნება ჩვეულებრივ ყველაფერი, რაც დაკავშირებული არის ქალურ და მამაკაცურ საწყისის მდგომარეობებთან და დისკომფორტის თემასთან, მეტი ყურადღება მიაქცია ამ ყველაფერს, ხო? იმიტომ რომ პატარ-პატარა რაღაცეები შეიძლება დისკომფორტის კუთხით იყოს. ასევე დროული რეაგირება მიაქციე ამას, რაც შეიძლება მეტი წყალი მიიღე, რომ ორგანიზმში მოხდეს გარკვეული სახის არასაჭირო ტოქსიკური, ასე ვთქვათ, ნაწილის გამოტანა, რა თქმა უნდა. და მეტად იყავი დაკავებული აქტიური ცხოვრების კუთხით. კარგი იქნება თუ შეძლების დაგვარად ჯანმრთელობიდან გამომდინარე ხელი როგორც შეგეწყობა, ელემენტარული ფიზიკური აქტივობით დაკავდები. შეიძლება ელემენტარული სუსტი ნელი ნაბიჯებით იყოს სიარული, რაღაცა გარკვეული პერიოდის ეიუნობის მდგომარეობა. უმოქმედო პოზიციაში არ იყავი, აი ამასაც მიაქცია ყურადღება. და შემდეგ უკვე ყველა დაკეტილი კარი გაიხსნება შენ წინ. არჩევანის წინაშე დგომა გააქვს ამ მომენტისთვის, შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ და იყო წარმატებულ თემებში, თუ უბრალოდ იყო იმ პოზიციაში გაყინული, რაშიც შეიძლება მიმდინარე პერიოდებში იყო.